დავით ნარმანიამ ლისის ტბის ფერდობზე 300 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული. ყველა სტუდენტურ ქალაქში, სადაც უმაღლეს განათლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც წესი, ესეთი საცხოვრებლები არის და არის თანამედროვე ტიპის აღჭურვილი ყველანაირი, ესე ვთქვათ, ატრიბუტიკით და სწორედ ესეთი ცენტრი იქნება და ქალაქს უშუალოდ წაადგება. ობიექტი გათვლილი იქნება 320 სტუდენტზე. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომპლექსი, სადაც იქნება როგორც სპორტული მოედნები, კაფეტერია, ასევე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ბინები. აღნიშნული პროექტის მშენებლობის ვადა გახლავთ 14 თვე. მშენებლობის პროექტის გათვალისწინებულია სპორტული მოედნების მოწყობა, ბიბლიოთეკის და კაფეტერიის აღჭურვა აღნიშნული ობიექტის.